კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოზიტივი საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას აგრძელებს დღის მთავარ სიახლეებს ანა აშორდია გაგაცნობთ. გაეროს გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშნავს უოცავს. ანტონიო გუტიერეში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საქართველოს თემატიკაზე მომუშავე გუნდის მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. გაეროს გენმდივანმა პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა მიხეილ ყაველაშვილსაც, მათ დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში წარმატებები უსურვა. თქვენ უაღმატებულებავ მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. გაერთიანებული ერების ღირებული პარტნიორია საქართველო და მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას საერთო მიზნების მისაღწევად. ერთად შეგვიძლია გავაძლიეროთ 2030 წლის დღის წესრიგში და მომავალში პაქტში ასახული პრინციპები და იმავდროულად ვიმუშაოთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, გენდერული თანასწორობის და ინკლუზიურობის ხელშეწყობაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. ვემხრობი ამ მიზნებისადმი ერთგულების განახლების იდეას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით. წარმატებებს გისურვებთ თქვენი მოვალეობის შესრულებაში. თქვენ უაღმატებულებავ გთხოვთ მიიღოთ თქვენ და მით ჩემი უდიდესი პატივისცემის დასტური. მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მიღწევაში. რეგიონალური მშვიდობისა და უსაფრთხოების გამტკიცება რჩება პრიორიტეტად, განსაკუთრებით გაეროს მხარდაჭერით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისთვის. ვემხრობი ყველა ძალისხმევას მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობისთვის, სამართლის უზენაესობის დაცვისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მოგიწოდებთ კვლავ გააგრძელოთ გენდერული თანასწორობის პრიორიტეტად მიჩნევა თქვენს მთავრობაში და ხელმძღვანელ თანამდებობებზე. საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საქართველოს თემატიკაზე მომუშავე გუნდის მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რადგან ერთად ვმუშაობთ ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. თქვენ უაღმატებულებავ გთხოვთ მიიღოთ თქვენ და მით ჩემი უდიდესი პატივისცემის დასტური.